ესე იგი, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი ჯარისკაცების ტერიტორიული მთლიანობის მიზნით წარმოებულ ოპერაციებში დაღუპული სამხედროების დაკრძალვის ცერემონიალი. ეს გმირები ჩვენ დიდი ხნით ადრე მივაბარეთ მიწას. ეს იყო ცერემონიალი, რომელიც უკავშირდებოდა დნმ-ის ზუსტი დადგენისთვის აგებული ნიმუშების, ასე ვთქვათ, მიწისთვის მიბარებას. თუმცა ღონისძიება ჩატარდა ისე, როგორც ეს ეკადრება ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნას. მე მინდა გითხრათ, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამმხრივი მინისტერიალი. ეს გახლდათ თურქეთ, საქართველოს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, გაიმართა შეხვედრები როგორც სამმხრივ, ასე ორმხრივ ფორმატებში, გაიმართა სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრები. შესაბამისად, ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვიყავით აბსოლუტურად დაკავებულები, თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩემი მოადგილე, ისე როგორც გენშტაბის უფროსის მოადგილეები ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას, ორგანიზებული იყო ღონისძიება ისე როგორც ეს მსგავს შემთხვევებში ხდება. ჩვენ რა თქმა უნდა იმ პრეტენზიას ვერ მივიღებთ ვერანაირად, რომ ჩვენ რაღაცა თქვათ დავაკელით ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნას, ბუნებრივია რომ ინფორმირება არ მოხდა საზოგადოების სათანადოთო, ამაზე მე გეტყვით, ინფორმირება არ მოხდა იმის გამო, რომ ეს იყო, ასე ვთქვათ, ძალიან ასე ვთქვათ, დახურული პროცესი და ამ ბიჭების ოჯახის წევრების დიდი ნაწილიც კი არ ესწრებოდა ამას. ეს იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ამ ნიმუშების დაბრუნების შემდეგ ჩვეულებრივი ცერემონიალი, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებდა ხაზს უსვავ, დაესწრო თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები. ეს არ იყო თვითონ ამ ბიჭების ცხედრების დაკრძალვის ცერემონია.